შევიხედოთ ინტერნეტში ამასობაში, გადავხედოთ ინტერნეტ სამყაროს, რა ხდება იქ, ახალი საინტერესო, სასიამოვნო და გავუზიაროთ ჩვენს ტელემაყურებელსაც, ალბათ სანაპიროზე ყოფნისას ხშირად მოგიკრავთ თვალი ბუშტების გამყიდველებისთვის, მსგავსი შინაარსის ვიდეო გავრცელდა ცოტა ხნის წინ TikTok-ზეც, თუმცა ამ შემთხვევაში ბუშტების რაოდენობას ბოლო არ უჩანს, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ. აი წარმოუდგენელი რაოდენობა მართლა, არ ვიცი. სას მიწუდა ამაზე ნათქვამი. არ ვიცი, ალბათ წონაც ხელს უწყობს, თორე ეს სადღაც გაიტაცებდა სავარაუდოდ. სიგრძეს და რაოდენობას შეხედა, რომ არ დაიზარა, მაგრამ ამიტომაც მოხვდა მე სოციალურ ქსელში და გავარდა ვიდეო. არ დააყოვნა ამ ვიდეოს გავარდნა მათ. კარგია. ეს შენ რო დაიჭირო ხელში სავარაუდოდ გაგიყოლებს. გაგიყოლებს. მოგიწევს მე ჩემი დაჭერა. არსად გაგიშვებ, ნუ გეშინიო. აბა შემდეგი რა ხდება? ჩემო ზურა რომ არსად აღარ გამიშვებ. დიახაც. გაშვებების სერია მორჩა. მოიმე ესენი ვინ არიან? ამათ შეხედე ამ სუგამ. აი ამ სუგამ გადაწყვეტა რომ საყვარელი საერთაშორისოებისთვის ბაძა და ზუსტად მათნაირად წამოწოლილი. ფაქტობრივად რომელი სათამაშოა და რომელი ცოცხალი არსება ვერც გაარკვა ერთმანეთისგან. კი, მეც ყველა მეგონა, იმიტომ რომ ისეთი საყვარლები არიან, რომ მართლა სათამაშოებს კარგი, მომდევნო ვიდეოს მთავარი გმირი კლავაც ზაღლია. კარგად ერთობა ამ ყველაფერს. რომელსაც როგორც ჩანს ფრჩხილების დაჭრა არ უყვარს და თავის ასარიდებლად ყველაფერს აკეთებს. აი თქვენც ხედავთ. ხო ეს ზოგადად ცხოველების სუსტი წერტილია. როგორ ვერ იტანენ, როგორ არ უყვართ, როგორ აპროტესტებენ ხოლმე და მოკლედ რა დრამებს აღარ დგამენ იმისთვის რომ აი ეს თავიდან აი. თან ბოლომდე ვერ ეწინააღმდეგება. ნახე, მანიპულირებს ეხლა, მანიპულირებს, რომ რაღაცნაირად თავი დაიწვრინოს. შენ რომ რაღაც არ მოგწონს ხოლმე და მანიპულირებს ჩემზე, ეგრეა ეს ცუგაც. რამდენი რაღაც დამაბრალე უკვე დილიდან. ჯერ არ გათენებულა. დავეც იფერებდი აქამდე. კარგი.